ძვირფასო მეგობრებო, სპეციალური მოწვევით ჩვენთან იმყოფებიან ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბრიჭიძე და თურქეთელი ქართველი ადემ თურან შავაძე. გთხოვთ მივესალმოთ. მოგზაურობთ გარდაში იმყოფებიან ჩვენი სტუმრები. ისეთ რომ ეს ლამათი რომ გვაჩქეს პირველად იმ ადამიანსა მოულოცოთ და მოვესალმოთ. ისეთ რომ ანსამბლი იველების 20 წლის იუბილეი და ბატონი რეზო ბერაძეს 80 წლის იუბილეისა გულოცავდა მერტმა გაწოწოთ დიდი ხანი და ემსახუროს ამ კულტურასა და ანსამბლების შექმნასა. და დიდი მადლობა. ისეთი რომ ჩვენ თურქეთში ქართველების ქართული კულტურას ვაცოცხლებთ იქა ძალიან ბევრი ქართველი ვართ თურქეთში ცხოვრობ. ისეთი რომ ჩვენაც იქ ასეთი ანსამბლი ყავს ცეკვებო ბავშვები 60 ბავშვი ცეკვობს ქართულ ცეკვებსა და სიმღერებსა აკეთებთ იქაც ამ კულტურას ემსახურებით და აკეთებთ. იმ თურქეთის ქართველებიდან ჩამოგიტანეთ ბევრი სალამი. მოგესალმებით. ისეთ რომ ამ ანსამბლის საქართველოს ისეთი ამ ქორეოგრაფიული კავშირის იმაში ჩართვისთვით გაკეთებით მემორანდუმი გავაფორმეთ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი, ძალიან ძლიერია. ისეთი რომ ახლა ჩვენთან ამ მემორანდუმის მოხარული ვარ და ძალიან დიდი მადლობა გაიხარო ამ ადამიანებმა. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით ალბათ თურქეთელი ქართველი ბავშვები შემოგერდებიან. მოგესალმებით გახავართ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე. ბატონო რეზო, მინდა მოგიუწოთ იუბილე. ბედნიერება ყველაფერი კარგი გისურვო და მე ვფიქრობ, ერთხელ რომ იბადება ადამიანი და აი ამ ქართულ საქმეს, ქართული სიყვარულით აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე ძალიან მაგარი რამეა და თაობები გაიზარდა მეთანხმებით არა და უამრავი თაობა გაიზარდა და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საქმეს აკეთებს და ყველაზე მთავარი და განსაკუთრებული არაჩვეულებრივი ნომერი იყო წარმოდგენილი თბილისის და საქართველოს სიყვარულით და მე ვფიქრობ რომ აი ამ სიყვარულს თაობებს რომ გადავწევთ ეს არის ყველაზე დიდი განძი და ყველაზე დიდი რამ ასე ვთქვათ ჩემს წარმოდგენაში თუ არ შეწყვეტებით მოგდაგით ბატონო და ძალიან დიდი მადლობა და მოგებინებია. დიდი მადლობა. ჩვენი სახელით მადლობას მოახსენებ ჩვენს სტუმარს, ჩვენს თურქ ქართველს, პირიქით ქართველ თურქს. მოგზაურობისათვის დიდი მადლობა და იმისათვის რომ მემორანდუმს ვაფორმებთ, ჩვენი კავშირი გვექნება ერთმანეთთან და იმ ქართველებს, ვინც თურქეთში ცხოვრობენ, შევეხმარებით თქვენი დახმარებით. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ჩემი ქართველებო, მე ამარი ვარ, იმით რომ მართლა ქართველი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ ზუსტად ვიცი ბატონი ადემი თურქეთელი ქართველებისთვის რას აკეთებს თურქეთში და დარწმუნებული ვარ ანსამბლი ოქრო რომელიც უამრავ ქართველ ბავშვს და არა მარტო ქართველ ბავშვს მან ისე შეაყვარა თურქეთი
თურქეთში ქართული ცეკვა, ქართული ანსამბლი და აბსოლუტურად ყველაფერი, რომ მე დარწმუნებული ვარ, მათი სტუმრობა ძალიან სწრაფად მოხდება და ქართულ ბავშვებს დაუმეგობრდებიან და ქართველი ბავშვები ძალიან ხშირად ესტუმრებიან თურქეთში, საოცარ ფესტივალებზე მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება ბატონი კახას დახმარებით და დამსახურებით, რომელმაც მემორანდუმის სახით მოგეხსენებათ მემორანდუმი ამ საკითხში ძალიან დაგვეხმარება და მოკლედ თურქეთელი ქართველებისგან ძალიან დიდი მოკითხვა და მოვიფიქროთ, რომ წარმატებები ექნება ყველა ანსამბლს აბსოლუტურად. ძალიან კარგები ყავით ბავშვებო. ამათები. მადლობა.